ვარდისფერი ღვინის მისაღებად რამოდენიმენაირი ტექნოლოგია არსებობს. ერთი არის ყურძნის წვენის გამოწნეხვა პირდაპირ ყურძნიდან და რაც შეიძლება ნაზი სუბუქი ფერის გადასვლა ღვინოში. მეორე არის მცირე ხნით დაყოვნება, ანუ მაცერაცია ყურძნის კანთან ერთად. აქ საუბარი არის, რა თქმა უნდა, წითელ ყურძნიან ჯიშებზე თუ შავ ყურძნიან ჯიშებზე, რადგანაც ფერი ღვინოში გადაეცემა კანის პიგმენტიდან. ასევე არსებობს ისეთი პროცესი, როდესაც წითელი ღვინის შექმნისას თვითნადენ წვენს იღებენ ცალკე, ისიც შედარებით სუბუქად შეიცავს წითელ პიგმენტებს და აქედან გამომდინარე შესაძლებლობას იძლევა, რომ მიიღონ ვარდისფერი ღვინო. ვარდისფერი ღვინის მისაღებად არსებობს კიდევ ერთი ასეთი საინტერესო პროცესი, როდესაც წითელი ყურძნის ჭაჭაზე, ანუ წითელი ყურძნის კანზე ხდება თეთრი ყურძნის წვენის დადუღება. მხოლოდ წითელი ყურძნის ჭაჭა და თეთრი ყურძნის წვენი. ეს გვაქვს საქართველოშიც, სხვათა შორის, ეს არის ხიდისთავური, როდესაც თავკვერის ჭაჭაზე ხდება ჩინურის და გორული მწვანეს წვენის დადუღება და მიიღება ვარდისფერი ღვინო.